მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ის ადამიანის განსასწრებაში ნახართ, სულ ყოველთვის კითხულობ ხოლმე და აი დღეს ყველა მთელი ერი არის განსასწრებაში, იმ ტკივილში და იმ წუხარებაში მინდა რომ ყველა მოგიკითხოთ აუცილებლად. ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო დღეს საქართველოში ჩამოსვლა იმ ემიგრაციიდან ემიგრანტებს აუცილებლად დიდი პატივისცემით მოგიკითხავთ რამხელა ტკივილით მირეკავდნენ რომ როგორ გვინდა მანდ ყოფნა და რაღაცას მომენტს აწყობს ხოლმე ღმერთი რომ შეიძლება რაღაცა ჭირისგან და ტკივილისგან შორს იყო და არ დაგამახსოვდეს ისე იმა და შეიძლება ის კარგიც იყოს რომ გარდაცვლილი პატრიარქი ადამიანმა ვერ ნახოს იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი ისეთი იყო რომ ვერც წარმომედგა იქ რომ ვიყავი ფაქტიურად ერთხელ სამწუხაროდ ჩვენ და დამეხედა თორე არც მინდოდა ახლოს მისვლა იმიტომ რომ ილია მეურეს ეგეც მე ვერ უყურებდი რა ჩვენი პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და ის ადამიანები ვინც ავი ზოგი ეტლს არის მიჯაჭული რაღაცა ბევრი უსინათლო მოვიდა ბევრი ესეთი მოვიდა ისეთი ადამიანი რომელიც ეგრევე საავადმყოფოდან მოდიოდა და ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ვინც ვერ მოხვედი და წუხდით ყველას აქედან აი გისამძიმრებ და ზუსტად ვიცი რომ ისი სული თქვენთან არის და გძნობს ამ ყველაფერს და დაგვეხმარება და შეგვეწევა ზეციდან და დღეს ჩვენ გვყავს რაღაცნაირად განსაკუთრებული სტუმარი, როგორც ჯერ არ მინდა რომ ვაჩვენო, მინდა რომ ძალიან პატარა ვიდეო გავუშვათ, ვიდეო რგოლი ესეთი და შემდგომ წარმოგიდგენთ იმ ადამიანს, უბრალოდ რაღაცნაირად ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ვიდეო რგოლმა, თუ შეიძლება რომ ნახოთ, იმიტომ ძალიან ბევრი ის იყო, ჩანაწერები იყო, ადამიანები ძალიან წუხდნენ, მაგრამ ერთ-ერთი უბრალოდ მე თუ რომ გავიგე შემდგომ რომ ეს ბავშვი იყო 15 წლის, გაუცებული დავრჩი და თუ შეიძლება რომ ის ვიდეო გავუშვათ პატარა რგოლი გულიანას რომ მიყვარს თეთრი გულით მიყვარს ნეტო ცოცხალი იყოს ჩემთვის პატრიარქი იყო მამა ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველაფერი იყო პატრიარქი ყველა ქრისტიანები რო არ და ღმერთის რო გჯერა და ასე რო წამს ღმერთის პატრიარქის დახმარებით არის ეს წარმოიდგინეთ, აი ამა როგორ არ უნდა იმოქმედოს ახლა ადამიანზე, რომელმაც აი წარმოიდგინეთ ახლა ჩემთვის პატრიარქი რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რა მიხარია იცით რომ აი ამასაკში ადამიანს 15 წლის ბავშვზე არის საუბარი, ახლა რომელიც ძალიან დიდი კაცი არის რასაუბრ და აი აგერ ყავს ახლა გიორგი ნემსაძე სტუმრად რო არ კითხოთ ან აი ძალიან მთხოვე მას მის მშობლებს რომ მოსულიყო ძალიან უჭირს თვითონაც საუბარი, იმიტომ რომ რაღაცნაირად რთული თემა არის ეს, იმიტომ რომ რაღაცა გულზე გადის, მაინც იმდენად გრძნობიარე თემა არის და გიორგი მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხარ პირველ რიგში და მიხარია რომ ესეთი ადამიანი რაღაცნაირად ჩვენი მეგობარი ხარ და უღრმესი მადლობა შენ და შენ მშობლებს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვინც შენს ირგვლივ არიან და თუ შეიძლება შეგეკითხები რომ აი ჩვენი პატრიარქი შენთვის რა მნიშვნელობის იყო და რატო განიცადე ესე ძაა რა, აი ძალიან იმოქმედა ჩემზე ჩემმა ვიდეომ, არ ვიცი მე რა მიყო, ვერ აგიხსნი რა. რატომ გავნიცადე დავიწყოთ იქიდან რომ ეს ადამიანი როდესაც გარდაიცვალა ჩემთვის აი პირადად იმას ეძებოდა რომ შენი სულის ნაწილი რაც შენ გაქვს რომ მოგგლიჯონ და აღარ გქონდეს აი ეს სულის ნაწილი შენი გულიდან აცაყორელი ადამიანს გულით თელი გულით გიყვარს რომ ამოიღონ და ვეღარ ნახო ეს ადამიანი რომ ვეღარ შეკითხები როგორ ხარ რომ ვეღარ ნახავ რომ ვეღარ ჩაიხუტები მოისიყორულები ამას აი ამ გზნობებს რაც შენ ახლა გზნობ იმას რომ ვერ გადაცემ ძალიან იმ მომენტში სიმართლე თუ გითხრათ პატრიარქოს გარდაიცვალა მე არ ვიცი რატომ მაგრამ ემოციები არ მქონდა ანუ არ ვტიროდი როდესაც იქ მივედი და იქაც არ ვტიროდი რაღაც პატარა ცრემ მქონდა მაგრამ ისე რომ აი ამ როგორც ვიდეოზე იყო ისე არ ვტიროდი როდესაც დავინახე მანქანა რომ მოდიოდა ყვავილებით და ასე შემდეგ აი იქ მივხვდი რომ მე ტირილის garaში მეთქი აქ ვერ გავჩერდები აი მომენტში გულში რაღაცამ გამიფრინა რაღაცა გრძნობამ რაც აი ძალიან მატკინა გული და ტირილი დავიწყე სამწუხაროდ და სხვათა შორის საბედნიეროდ ისი რომ იგცენი ეს თუ რა დააკლდა სამშობლოს, რა დააკლდა საქართველოს. სამშობლოს დააკლდა პირველ რიგში ჩვენი ერის მამა იყო იგი. სამშობლოს დააკლდა ადამიანი, რომელიც რთულ დროს, რთულ მომენტებში, თუნდაც ომის დროს
ხალხს გვერდში ედგა, სულიერად აწყნარებდა ხალხს, თუნდაც 9 აპრილში მანამ რუსები ტანკებით შემოვიდოდნენ, გვეუბნებოდა რომ დავიშალოთო, ხალხი რო იყო შეკრებული, დავიშალოთო, შევიდეთ ტაძარშიო, მაგრამ არავინ არ მოусვინა სამწუხაროდ, მაგრამ ის ფაქტორი რომ იგი გვერდში გვედგა და სულიერად ჩვენკენ იყო და ყოველთვის ცდილობდა ჩვენ თანადგომას დიახ ეს ფაქტი არის კი ძალიან ძვირფასი ადამიანია ერის მამა არის რომელიც სამწუხარო და დაუკარგეთ ხო ძალიან დიდი თან რაღაცნაირად ვერ წარმომიდგენია ეხლა შენ წარმოგიდგენია რომ რაღაც გავიღვიძე და პატრიარქის გარეშე საქართველოს იცით რა როდესაც პატრიარქი ცოცხალი იყო შენ გეგმავდი შემდეგ დღეს რაღაც გეგმებს შენ იმ გეგმებზე ფიქრობდი და ფიქრობდი რომ ეხლა დილით გავიღვიძებ წავალ იმას ვიზამ ამას ვიზამ ეხლა როდესაც პატრიარქი გარდაცვლილია პირადად მე როდესაც მე არც კი ვგეგმავ არაფერს დილით იმიტომ რომ არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს საქართველოში ადრე უფრო წყნარად ვიყავი რადგან პატრიარქი ჩვენი ერის მამა ცოცხალი იყო ღმერთი ჩვენკენ იყო რაღაცა და ეხლა უფრო შიშით და იმითი ვიღვიძე ის სიმშვიდე დაიკარგა ხო სიმშვიდე რაც იყო როდესაც პატრიარქი ცოცხალი იყო ის სიმშვიდე დავკარგე ხო მართალია და ეს არა მარტო შენ მე მგონია მთელ ერს შეეტყო ეს კი ბატონო მთელი ერი განადგურა მთელი ერი იმიტომ რომ რაღაცნაირად თან ეხ ყველაზე რთული რა არის იცი რომ ხო და თან ადამიანებმა რა არის იცი რომ აი პატრიარქმა რა ჩვენ გაგვიკეთა ალბათ ერთი კიდე ერთი 200 წელი რო იცოცხლოთ ვერ გადავხდით აი ხა რო დავიწყოთ იმის გადახდა რას იკეთეთ მთელი ცხოვრება შემოგწირა და როგორ ბილიგზე გვატარა რომ საქართველოს კიდე არსებობს წარმოიდგინეთ თან ამ ხელა პრეტენზია აქვს საქართველოს იმ ყველაფრით რაც პატრიარქმა შექმნა საქართველოში ხო აი როგორ ფიქრობ რომ აი მომავალში აი ეს გაჭირვება როცა აი ადამიანი რომელიც ძალიან გვიყვარს ხო რომ აღარ გყავს როგორ უნდა გადავიტანოთ საერთოდ აი შენი აზრით აი სიმართლე თუ გითხრათ მე ხა წინასწარმეტყული არ ვარ და ვერ ხო მაგრამ აი უბრალოდ რაღაცნაირად მეთოდი ხო შეიძლება რომ იყოს ჩვენ თუ მაგის ღირებულებებს და ის რასაც გვასწავლით და მაგას გავითვალისწინებთ და მოусმენთ ყველაფერი იქნება კარგად რო იძახდა რომ სიყვარული გადააჭრს ყველაფერს ჩვენ თუ აი იმ დღეს როდესაც ყველა ვიდექით პატრიარქის დასვენებაზე იმ დღეს როდესაც მთელი საქართველო აი იმ დღეს ზუსტად მთელი საქართველო იყო ერთიანი სიყვარული ყველასგან გრძნობდი მე პირადად სიყვარულს მომენტიც იყო როდესაც ვტიროდი ვიღაც კაცი იყო რომელიც ვერ ვიცანე სამწუხაროდ სათვალე ეცვა და ვერ ვიცანე გაიარა და ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი რაღაც მე სიყვარულა მიგულა გვერდში და ხარ დამიჭირა ასე თქვა წინ რა გვეოდება პატრიარქის სიტყვებს ჩვენ დაუჯერეთ პატრიარქს და იმ მოусმენთ იმას რაც გვასწავლეთ და ყველაფერი იქნება კარგად ხო მეც ეგრე ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ყველაზე მთავარი რაც არის რომ აი პატრიარქს რა უყვარდა რომ უბრალო ადამიანი უნდა იყოს და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს კი ხო აი ყველაფერი აი ხა ბოლოს ის რაც გააკეთა მან აი ამდენი ადამიანის შეკრება ის დაგვიბარა რომ ჩვენ ვართ ერთი და სამწუხაროდ ეს გამქრალი არის ამ ბოლო პერიოდში და აი რაღაცა ამ იმით გამოიღვიძა ერთხელ თუ გახსოვს მამა გაბრიელის მაშინ ცოტა პატარა იქნებოდი მაგრამ მამა გაბრიელიც რო ამოსვენ და მაშინაც აი ესეთი ერთობა იყო მიახლოვებით და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ყოველ ჯერზე რაც პატრიარქი გარდაგვეცვალა ყოველ ჯერზე იყო ასეთი ძმობა და სიყვარული მაგრამ მე ჩემთვის პირადად ეს პირველად ხდება ჩემ ცხოვრებაში პატრიარქი გარდაიცვალა რაც თან ესეთი 15 წლის ვარ ბიჭი ესეთი რაღაც ცხოვრებაში არ დამინახავს და ასეთი ადამიანი როს გარდაიცვალა ეხლა დავინახე და ეხლა გავიაზრე რომ როგორ შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს ერთ დღეს და როგორ ვიყოთ ერთმანეთის ძმები როდესაც გარდაგვეცვლება ყველას გარდაგვეცვლება ერთი ადამიანი რომელიც ყველას უყვარდა წარმოიდგინეთ ერთი ადამიანი რომელსაც თელ საქართველოს 3 მილიონი ადამიანს უყვარს ყველა შეიძლება მამა გარდაგეცვალოს მამა ვის უყვარდა შენ უგიყვარდა მარტო შენთვის პირადად მარტო შენ იყვარდა და პატრიარქი რაღაც ყველას მშობელისავით იყო ყველას გვერდში ედგა და ძალიან
სიმართლე გითხრათ, ტკინეული იყო ჩვენთვისაც დავკარგე ეს ადამიანი. რა მაინტერესებს იცი გიორგი? აი, როცა მაგალითად ეს მომენტი იდგება, რომ სიტყვაზე ის გინდა რომ გაახარო, ხო? აი, მომავალში, აი, რა უნდა გავითვალისწინოთ? აი, მაგალითად, ადამიანი რომ გარდაიცვლება, მას რაც მოწონდა ის საქმეები უნდა ვაკეთოთ, ხო? და ისეთი საქართველო უნდა იყოს, რაც მას უნდოდა, ხო? უნდა გააგრძელო ის ანდერძად, ხო? აი ამ შემთხვევაში, გიორგი, რას ფიქრობ შენ, რა ჩვევები უნდა შევიძინოთ ჩვენ, რომ პატრიარქი იყოს გახარებული მისმა სულმა თქვას, რომ აი ქვეყნად სიცოცხლე ღირდა თურმე, რომ აი ესეთი ქართველი დარჩა. ბოდიში გიხდით? გეგა. რა უნდა გავუთვალო? პირველ რიგში ჩემი აზრით აი კიდე ერთხელ იმ დღეს მოვიყვანო მაგალითად აი ჩვენ თუ ვიქნებით ისე თუ გვიყურება ერთმანეთი და აი ესე ვიქნებით ძმებისავით და სიყვარულით ისე როგორც იმ დღეს მე დარწმუნებული ვარ პატრიარქს ძალიან გავუხარდებოდა ჩვენ თუ ერთმანეთი გვიყავარებოდა ერთმანეთს კი არ დავჭამდით რომ არა მივარ შეზე უკეთესი არ მიხარია შენი არის რომელიმე ხალხი რომელსაც არ უხარიოს ხვისი მიღწევები არამედ პირიქით რომ გვიხარდოს ხვისი მიღწევა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ერთმანეთს ვიხმარებოდეთ და ხარს უჭერდეთ ხო მართალი ჩვენი ხას არებს შემოვშვებთ აუცილებლად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიც და თან მინდა რომ აი უწმინდესი სირგული ვისაუბროთ უბრალოდ ეხა ისეთი დღეებია რომ საერთოდ რაზეა ლაპარაკი რომ სხვა თემაზე არც იქნება საუბარი და რაღაცნაირად აი გული მწყდება იმაზე რომ თითქოს რაღაცა ყველას დაგვრჩა სათქმელი რა და აი ეს არის მომავალში აუცილებლად გავითვალისწინოთ ხოლმე ის რომ რაღაცნაირად შევძლოთ ადამიანის ბოლომდე დაფასება, იმიტომ რომ მას რაც უნდოდა ფაქტია, რომ ეგეთები ვერ ვიყავით ჩვენ რა, იმიტომ რომ ეგეთები რო ყოფილიყავით, აი ესე არ გავიწირებოდით, რაღაცნაირად თითქოს საქართველო რაღაცნაირად ერთ მომენტში გაჩერდა რა და ეს არის ხო დრო გააჩერა რა, აი მოდიოდნენ ხალხი ეზოგი მანქანაში და რაღაცა არავინ მუსიკას არ უსმენდა, არავინ არ ხალისობდა, არავის არ ეცინებოდა და რაღაც მხრივ კარგიც არის, მაგრამ რაღაც მხრივ დასაფიქრებელიც არის, ხო, რატომ ხდება ეს? მაგალითად მინდა მოვიყვანო ჩემს სკოლაში არის შემოსული ჩვეულებრივ ზარის ნაცვლად იქნება სიმღერები. აი ნებისმიერ რაღაც ფრედი მერკურის ბრუნო მარსის აზრი არ აქვს. გასართობად, დიახ. ხო. და იმ დროს ჩვენ ხვდებოდით რომ გაკვეთილი მორჩა და ზუსტად იმ დღეს, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა და აი ყველა გლოვი და ამის შემდეგ სკოლაში სიმღერები არ არერთვებოდა. ჩვენ დროშებიც იყო ჩამოწეული ჩვენთან სკოლაში და სიმღერების ნაცვლად ჩვეულებრივი ზარი იყო. რაც უკვე 5 წელი არ გამიგია ჩვენ სკოლაში. და ძალიან დიდი მადლობა შენ სკოლას, რომ ესე პატივიცა რა თქმა უნდა ეს მაგითხრათ. ძალიან მისიამოვნა. ხო, სასიამოვნოა მაგალითი, იმიტომ რომ კაი ხალხი პედაგოგები დღეს ყველაზე დასაფასებელი ხალხნი ესენი არიან, იმიტომ რომ აი ესეთი ნაბიჯები აქვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერის მამა ზარი არის ეთერში, მოდი შემოვიყვანოთ, გისმენთ? გამარჯობათ. ვიზიარებ ყველას მხარეგად ჩემი პირადი გამოჩნდება თუ დამოკიდებულება მინდა გამოვხატო ეთიკეტური განსხვავება კაი გლოვისა აი გუცერანე სასწაულს ახლავს ხოლმე მხარება და სიხარული თითქოს რაღაცა ხასრუმ საფერია და ხაერით ხარელი აი ესეთი განსხვავება მქონდა ამავე დროს სიხარულისა და პირველ რიგში თვითონ და ნიშნო რომ აი საერთოდ პატრიარქის ყვავილობა ფასავდებოდა და თვითონ პირადად როგორც მოწმეებში დაგვათან დაული ადამიანისთვის იყო მაგალითი პატრიარქის გარდაცვალება რომ დამაფიქრდა უფლის არსებობაზე ხანახანაკებოდ არ გაყოლმცერეთ მოწმენად სამწუხაროდ და თქი იმაზე რომ არსებობს უფალი ასე აი ამ სახით თალში ფილოსოფიას სიყვარული აი იმ ქრისტიანობის რასაც პატრიარქი ატარებდა იმიტომ რომ პატრიარქი იყო ღვთისმადლის მატარებელი და გამყარებელი ასე ვთქვათ
ფედერალ ჩამაზე მინდა რომ რაღაცნაირად ვიფიქროთ მცირედ მორწმუნეები ეხლა ერთი შეიძლება რომ გითხრათ რომ ჩვენ ვართ მცირედ მორწმუნეები და მაგიტომაც განვიცდით ჩვენ არ ვართ იმ თამასაზე რომ რაღაცა ზეცამდე ჩვენი ხედვა არ ადის და სამწუხაროდ ეგრე არის და მაგიტომაც განვიცდი ხა პატრიარქმა რა თქმა უნდა განისვენა მისმა სულმა და დაისვენა და თან კიდე აქეთკენ უფრო მეტად სულიერად დაგვეხმარება მაგრამ რა არის იცით რომ ჩვენ ხო არ დაგვიკარგავს უბრალო ადამიანი ჩვენ აი ყველაზე მძიმე ჟამს დავკარგეთ ის რასაც ვეჭიდებოდით აი ბოლო ხავსი რომ მოწყდებაო თითქოს და რა თქმა უნდა ჩვენ უბრალოდ არ ვართ იმ დონეზე მორწმუნეები რომ ეს არ ვიკლოვოთ. ეგეთი აი წარმოგიხარეთ თქვენ ლაზარე თუ გახსოვთ რომ ლაზარეს გარდაცვალებას რომ გაიგებს მაცხოვარი ცრემლი წამოუ. და ეს იქნება ამას ვერ გავექცევით. ჩვენ ხა ისეთი მაგარი მე სხვათა შორის მაგაზე სულ დაოფხოლმე რომ ეს ადამიანური მომენტი არის და ჩვენ გაადამიანებულები ვართ უფრო მეტად ვიდრე სულიერი ხედვა გვაქვს წამოწეული წინ და ეს ბუნებრივია. იმიტომ ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში უფრო მეტად. მაგრამ ნახეთ მე რაც მინდა გავუსვა ხაზი ეს ხო წავიდა უთავთან. გავიდა ქვეყნისა და ჩვენ ინგლისად. რო ყველა შეუწყდა ყველა არისი გადაცვლილი თავოთახის წევრებს ყველა ჩვენ უგეცათ და ახლა ისეთია რომ მე ცხოვრა მამა გაბრიელის დროსკო არ ვიცი როგორი დამოკიდებულება მექნებოდა ისეთ სულიერობიდან გამომდინარე და აი ეხლა როცა მოვიწერე ხო უცნაures ღვაწლს ჩვენ ეპოქაში ხო აი განხანაირად თავისუფლად ყველაფერი და აი სახალი მაგალითი იყო მამის კაცმანი და ხალხმა იმისა რომ ხალი მართლაც არსებობს მაჩვენებელი დავკარგეთ, აი რუკა დავკარგეთ, როგორ ვიაროთ. ფაქტიურად აი ეგ არის და მაგას უფრო დარდობს ხალხი, იმიტომ რომ პატრიარქი ძალიან ჭირდებოდა ადამიანს, იმიტომ რომ დღეს რო გზააბნეული ათასნაირად ადამიანი, ხო და გაათა რაღაცნაირად ამ მატერიალურ პრობლემა, აქაურმა რაღაცა ყოფამ ცუდი შედეგი ასახა ადამიანზე და არ ვართ ჩვენ ახლა იმ დონის მორწმუნეები რომ ჩვენ ახლა ის გავითავისოთ რომ ახლა აი პატრიარქი აი ჩვენ გვინდა რეალურად აქ ყოფილიყო უბრალოდ ადამიანური ფაქტორია და მესმის იმიტომ რომ ამ დონის წმინდანი და აი გეგას ეკითხებოდით თქვენ რომ რა უნდა გავაკეთოთ დიახ გეგას ეკითხებოდით რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ პატრიარქი იყოს გახარებული ან როგორ უნდა როგორ ფიქრობთ ისევ და ისევ ალბათ ფიზიკურად დაცვა პატრიარქის სასახარო. აი მე პირადად გამწდა ეგეთი სურვილი რომ გავხდე უბრალოდ და ფიზიკნები თავისთავად მოვიდა ეს ყველაფერი და როგორც ჩემში მოვიდა ეს ალბათ ათასობით ადამიანს გაუჩნდა ალბათ ამის სურვილი და ხო მაგრამ ეს ახლა ეს ემოციურ ფონზე თავიდან გექნებათ მაგრამ მე დრო გავა და ეს გაქრება დაიწევს ეს დუღილი რომელიც ახლა წინ წამოწეულია ზუსტად ის ადამიანები რომელიც დღეს შეიძლება ესე განვიცდით რაღაცა დრო მოვა და გაგვიტაცებს ისე ყოფითი და ვერ იტყვი გარანტს ვერ მისცემ შენ თავს რომ სულ ისეთი კარგი იქნები როგორიც პატრიარქის დაგზალვის დღეს მიხვდით პრობლემა ეს არის იმიტომ რომ იქამდე ძალიან ბევრი გარდაიცვალა ესე და იმ დღეს ყველა ესე იყვნენ მაგრამ შემდგომ აი უბრალოდ ამას ვამ ჩვენ ხო მაგალითები გვაქვს ამის ხო კი ბატონო მაგრამ ხო პასტავა პატრიარქმა რა ცხოვრება არის დიდი საიდუმლოება ჩვენი აქ მომინება და იქნება დაცემები რომ უნდა ვიცოდოთ რომ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა და წარმატებები ბედნიერებას გისურვებთ კიდევ ერთი წმინდანი შეემატა საქართველოს და გეგა შენ რას სიტყვი ხა სხვათა შორის კაი რაღაცა თქვა რომ ნახე რა თქვა რომ ისა რომ ქვევ რაღაცნაირად გადასატანად ადვილი არის ეს რომ რაღაცა იცი რომ აი კიდე რაღაცა ერთი წმინდანი ყავს ზემოთ რაღაცა მაგრამ ფიზიკურად ოერხედა მაინც ხო იცი გეიმედება რაღაცნაირად ძალა არის ხვანაირი ადამიანისაც კიდე ზარი არის შემოუშვა ზარები ხო კიდე ხო რა პრობლემა არის ხო თუ ამის ხო არ გინდა მოდი მოვისმინო და მე კიდე რაღაცები თქვათ ხო ჩვენც იგი მოუწინ არის კიდე გისმენთ გამარჯობა. გაგიმარჯოთ. იზიარებ, ოხალოდას ისწრიანად საქართველოს. შემოგევლეთ. გიორგის სილო მინდა ჩემს დიდი მადლობა მოუხადო. მასეთ ახალგაზრდებზე იდგება წელი საქართველოს მომავალს. კი. დაიხარე, სილო.
შემოიწრიბე შენს გასცემო, შენაირის გასცი, შენაირად მოფიცრალი ხალხი. მხოლოდ ხელ შეგიძლია გადაადგინოთ საქართველოს. იხარეთ და იბედნიერეთ მუდამ და იცოცხლე დიდხანს და დიდხანს. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რა უნდა გააკეთო ხე, როგორ უნდა მე ვფიქრობ, რომ მაგრამ აინტერესებს ხა, რაღაცა გეგმა ხო გაქვს, აი მაგალითად ქალბატონმა გთხოვა, ხო, არაჩვეულებრივი ადამიანი, მადლობას უხდით. აი როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ აი შენ ხელებში რომ წამოიწიოს ამ რწმენამ, იმ სიყვარულით, პატივისცემამ ელემენტარული, უფროსისა, სხვისა, ისეთი ადამიანისა, ვინც მართლა პატივსაცემია, ხო? სიმართლე თუ გითხრათ, ეს ადამიანში ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო წასვლა მოგწონა. ბავშვი უფრო უნდა აღვიქვავდეს და უნდა უნდა ქონდეს იმდენი გააზრება, იმის გააზრება თუ რა დონემდე ძვირფას ადამიანი, რა არის ეკლესია, რა არის ქრისტიანობა, რა არის ვინ არის მამა, ვინ არის სტიქაროსანები და ასე შემდეგ. ბადრიაზრი ვინ არის? ეს უნდა ქონდეს ბავშვს ბავშვობიდან ჩადებული ტვინში. ეს მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვობიდან, თორემ მე როდესაც გაიზრდება შეიძლება არც ეს პატივი. შეიძლება ტერიც ხდება. დიახ, ბევრი რამე შეიძლება ცხოვრებაში შეხვდოს გაიზრდება, შეიძლება სულ კომპანიაში მოხდეს, შეიძლება სადმე ვინმე ადამიანი ან სადმე და შეიძლება ბავშვობიდან თქვენ თუ არ ჩაუდოდეთ ეს ტვინში. ხო, ისინი მოერევიან. ისინი მოერევიან და ისინი გადააფიქრებენ. მათ შეიძლება უთხრათ რომ ღმერთი არ არსებობს, ათეისტი იყავი, რაში გინდა. მოვწდები რაღაც შავს დაინახავ, არაფერი ისეთი არაფერს არ დაინახავ. პირიქით ეს ბავშვობიდან უნდა იცოდეს ბავშვმა. მშობელზე არ დამოკიდებული. სწორია, სხვათა შორის ცოდნა რომ ექნება ამისა, მე ადვილად ვერ დააგმობინებს და თან თავის ჭკუაზე ვერ ატარებს ვიღაცა. ეგ არის რა, იცი რომ ვიღაცას რომ უნდოდეს იმის ჭკუაზე ვერ გაივლის, იმიტომ რომ ამას ეცოდინება ეს ყველაფერი, რომ ის ატყუებს უკვე და ამისთვის ბევრი მზად არ არის. სამწუხაროდ ჩვენ და აი შევა და ამ ინტერნეტად იმან მოიპარა ადამიანი. თან ბავშვების გონების მართვას რა უნდა ყველანაირად გათვლილია უბრალოდ და რაღაცნაირად აი შე როგორ ფიქრობ რომ რა შეიძლება ამას დაუპირისპიროთ. ოღონდ ეხლა ამით ხო წინასწარმეტყველი არ ვარ. წეგა რომ ითხრა. ხო და აი რა შეიძლება რომ დაუპირისპიროთ. აი მაგალითად ვინც დღეს დაიწყებს მაგას, ხო ეხლა შეიძლება ზოგმა ვერ ისწავლა ბავშვობიდან, მაგრამ დღეს აი პატრიარქის გარდაცვალების მერე ხო დაფიქრდა ბევრი. ეხლა ბევრი ამბობს რომ აი მაგალითად მე არ ვიყავი მორწმუნე ბიბლიო. ბევრმა მითხრა რომ ჩემი აწიო საერთოდ სასიარულო ტაძარი სიონი იქნება, იმიტომ რომ პატრიარქი მეგულებაო იქო. და ბევრი ისეთი მომენტი არის, რომ ადამიანები შემოbrunდნენ. ამ პატრიარქის გარდაცვალებით, როგორც დაბადებით, ისევე გარდაცვალებითაც, ხო? და აი რას ფიქრობ, შენ საიდან უნდა დაიწყოს საერთოდ? აი შენ საიდან დაიწყებდი მაშინ ესე გეტყვი? მე? ხო, აი უცბად ეხლა აი მაგალითად არ იყავი არც ეკლესიაში, არც ის იცოდი ეხლა დღესაც იცი. ეს საიდან დაიწყებდი? პირველი ნაბიჯი რა იქნებოდა შენ? პირველი ნაბიჯი ჩემთვის იქნებოდა ეკლესიაში შეღო. მე ვივიდი ეკლესიაში, პირველ რიგში მეორე რიგში ლოცვები აუცილებლად, ბიბლიის კითხვას დავიწყებდი. აი ეცნობა. უფრო მაინტერესებს და თუ უფრო მართლა მინდა რომ ჯერ რომ ჩაუღრმავდებოდი ამ თემას. უფრო გავიცნობდი მაგალითად აი მამაოებს თხოვდი რომ დამოცონ და ასე შემდეგ. მონასტრებში იმაში ძალიან კარგი იქნება. მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იცხოვრო მონასტერში. შენ შეგიძლია ღმერთის გჯეროდეს და შენი ცხოვრება გქონდეს. კი ბატონო, სწორი ხარ, ზარი არის. არა, მონასტერში სულ მუდმივად კი არ წახვიდოდი, უბრალოდ მოინახულობდი რომ იცოდე ეს თემა შენთვის უცხო არ იყოს. უბრალოდ იცი რატო რომ ადამიანები რომლებიც ტაძარს ან რაღაცას ლანძღავენ, ხო, ნებისმიერ იმ შექმნილს, რაც ეხლა პატრიარქმა აპატიოს. ხო და აი წარმოგიდგენ როგორია თან რომ ვინც არ იციან რას ლანძღავენ. აი ხო შეიძლება რომ ნახემე და მერევ ლანძღავ. არც აქვთ ნანახი. აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ზარი არის ეთერში თუ შეიძლება გისმენთ. გამარჯობა. გაგიმარჯოთ, შემოგევლით. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. გაიხარეთ, შემოგევლით, გაიხარეთ. გიორგი. დიახ. ერთი მოგესალმებით თქვენ სტუმარს. ხარა ჩვეულებრივს. ერთი რაღაცა მინდა გითხრა. დიახ. მართლა გაგიჩინეთ. აი, შავსან, სავსანტი, ის ტელევიზიები, ის უნამუსო ხალხი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ბევრი სასიოჭრეები პატრიარქს განბრალდნენ.
და ეხლა ტიპის მერე გამოვიდნენ და ხაღლითები ეთნამ აი ის შადიმანი რო დასწიროდა დედოფალ თვითონ მოწამია და ფარეთევრები ისე დასწიროდნენ ეს ფარისევენი აი მერცმაქნას რომ მოუბრუნდნენ ადრე გამძრავდა დღეს ფარისევრად რო დასწირი ასე დიქტატ ზუსტად იცით რა არის ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის ნახეთ რა არის უღრმესი ვიცი ხო ხდები ხო მე ხო იცი და არ მიყვარს ეხა სხვა ადამიანის ის მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას რომ აი მაგარ რაღაცას ანუ ეხა აი აქ რას ვფიქრობ რომ ღმერთმა ქნას რომ ეს ადამიანები მოbrunουν ღმერთმა უშველოს და თან აი როგორი რაღაცა არის იცით რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები აიძულებს ადამიანს რომ ეკლესიას დაუპირისპირდეს ის გააკეთოს ეს გააკეთოს ხო რაღაცა მისხალი მაინც არის რომ მე გაწუხებს რა ბევრი ადამიანი თვითონ შეწუხდა და თან რა არის ის აი პატრიარქი იყო ყველასი და პატრიარქი როგორი რაღაცა არის ის რომ ყველას ყავდა თავის წილი პატრიარქი თუ არა და ხო გამოჩნდა აგერ რომ ყველას ყოლია იქ მოდიოდა აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანი იქ არც პროფესიას არ ქონდა მნიშვნელობა არც რელიგიას უბრალოდ მოდიოდნენ აი იტიროდნენ საქართველოს იმიტომ რომ პატრიარქი იყო ის ვინც ასოცირდებოდა საქართველოსთან და მადლობა ამისათვის ჩვენ უწმინდეს ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ეს მან გააკეთა ძალიან ბევრი მოთმინებით იმ სიყვარულით რაც შემდგომ რასაც ეს ადამიანები ვერ გაექცნენ აი გარე ყველაზე მთავარი რაც არის რომ ვერ გაექცნენ წარმოიდგინეთ რა ეხლა როგორი იმოქმედა წარმოიდგინეთ ეხლა ჩემი სტუმარი 15 წლის და მთელი რა ვიცი ვინც კი შენი ვიდეო ნახა ჩემგან დაწყებული ერთლიანად ადამიანებს როგორი იმოქმედა იცი ეს და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისათვის და აი რა სიტყვი შენ აი უბრალოდ აი ჯერ ანუ ადამიანი მტერი როგორ უნდა იყოს ვიღაცის ხო რა ცუდი რაღაცა დაიბადე და შენ შეიძლება რაღაცა კარგი გააკეთო რაღაცის მაგრამ მტერი ხარ თან ხა ვისი ხო ხა რაღაცნაირად პატრიარქის მტერი და იმ საქმის მტერი როგორ უნდა იყოს ხო რაც სიტყვაზე ჩვენ სამშობლოს გააჩნია ხო თავარი ყველაზე ხო რას ფიქრობ შენ კიდე და ხომ არ დამეღალე ცოტა პირადად არა პიკ პორტეგადა მიხარია პირადად მე გეტყვით ადამიანი რომელიც განძღავს რომელიც შენ გაყენებს შეურაცხყოფას ან რაღაცას ცდილობს რომ შენ გული გატკინოს უნდა ამ ადამიანზე ილოცო იმისთვის რომ ღმერთმა ეს ადამიანი გამოასწოროს ბიბლიაში წერია არც მტერი არ უნდა ყავდეს და შენ მტერებზე რომელიც შენ იმ ადამიანებს რომლებიც შენ გამცირებენ იმაზე უნდა ილოცო იბატო სწორი ხარ პატრიარქი აკეთებ და მაგას სხვათა შორის ზარი არის ეთერში და კი ბატონო გისმენთ გამარჯობათ ირესალვადე თქვენ სტუმარს დიახ დიდი ხანია მინდოდა თქვენთან დამერეკა აი როცა მარტო ხარ ხოლმე ეთერში მაგრამ ეხა ხო შეძელით და არა შეძელით ნე ხო და მე თქვა რომ დიდი ხანია მინდოდა მე თქვა თქვენთვის რომ დიდი მადლობა ვიშიმიგებლით რომ არ იყოთ ბევრი მგდელი მარტო მრევლისთვის იქნებოდა ცნობილი, მაგრამ უმრავლესობისთვის არ იქნებოდა შეგვაყარეთ გვიყვარდა, მაგრამ არ ვიცოდეთ ვინ იყვნენ. თუნდაც თეიმბრას ქორიდე, როგორ შეგვაყარეთ. პიროდი რა, მაგის გამო აპირაკ რა თქმა უნდა ყველა მიცოდა, მაგრამ აი თქვენ ხომ სტუმრებს რა ეუბნებით აბამოყევით ეპიზოდების ცხოვრების შესახებ აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაგისთვის უღრმესი მადლობა ხო და ეს რაღაცა თქონა მაქვს თქვენ ბატონო არ არის პრობლემა ამით ხო ობიექტივის სიურცე როგორ შეიძლება რომ შეავსონ და ჩემი თხოვნა გაითვალისწინონ, აი ქართველი ხალხი მე არ ვიცი ხო ზუსტად შეწუხებულები ვართ ამ თურქული სერიალებით. მართლა. შეიძლება ჩვენთან გადის? უყურებს, მაგრამ შეგონებულები ვართ და
არსებობს მაგრამ მართლმადიდებლური ფილმი და ჩვენთან არ გადის მე როგორც ის ეთერში გავიდეს მართლმადიდებლური ფილმები და ჩვენმა ქართულმა ხალხმა უკონქრით გადის სხვათა შორის ძალიან ბევრი გადის სხვათა შორის აუ ზარი ისა გათიშეს გადის სხვათა შორის გადის ბევრი ფილმი ისე იმათ მართლმადიდებლური ჩემი ფილმები გადის ძალიან ბევრი რომელიც ავიცი ძალიან ბევრი გავაკეთე კიდევ გავაკეთებ სამომავლოდ აუცილებლად ის მართლა პატრიარქის ნაკურთხი იყო ეს გადაცემაც და ის ფილმებიც რომ სულ აკეთებდი ხოლმე თავდადებული მოძღვარი და აუცილებლად გავა კიდევ ბევრს გავაკეთებ ზარი არის ეთერში გისმენთ საქართველოს პატრიარქი იყო საქართველოს გულის, საქართველოს სუნთქვა. შენახავად მართვის სუნთქვა და მერტმართნას ეჩემის სუნთქვა დაგიგნოს უფალმა საქართველოს ისეთი პატრიარქი მოგვიგნოს რომ ილიას ნაირი იყო და მისი გზით იაროს. ეჩემა მომავალმა პატრიარქმა უნდა დაგვაძლიეროს სრულიად საქართველო. გვიყვარს გიორგის სუდიჭიროს ეს ცრებები ჩვენმა პატრიარქმა და მისი მეოხება არ მოგაკეთეს დიდი ცხოვრებით და პატრიარქი არ მიგაჩვეცა იმას ხორცის ასეკეთინათ მოიხსენიეთ ძალიან დიდი მადლობა აქ ყოველთვის იქამდეც იყო და ყოველთვის იქნება ის რომ პატრიარქის სიტყვა იქნება ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი ეგ რამის ხომ არ დაამატებდი აი როგორ იყოს უნდა ჩვენთვის აი იცი რა არის აი დრო გადის მე გავიწყდება რა ეს ტკივილი ახლა არის მე განელდება მე რაღაცნაირად მივიწყებას მიეცემა აი როგორ უნდა იყოს რომ გაგვყვეს სიმართლე თუ აი ეს ახლა რასაც გუშინ დარდობდი რომ სიტყვაზე აი 2 წლის მე რო გნახო და იგივე კურსზე იყო ხო შეიძლება რომ შეიცვა იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ წამს დარდობს მაგრამ დღეს აღარ დარდობს ხო იმას რაც იმ ეს რაღაცას ვიტყვი რომ ადამიანი ტკივილს ადამიანის დაკარგვას საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერასდროს ვერ შეეგუება იგი სწავლობს მაგის გარეშე ცხოვრებას მაგრამ ამას ვერასდროს ვერ შეეგუება არც უნდა შეეგუოს ხო იგი სწავლობს ამ ადამიანის გარეშე ცხოვრებას ჩვენ ხა აი მაგალითს მოვიყვან კი ბატონო მე მამა მყავს გარდაცვლილი 5 წლიდან სადღაც 7 წლამდე ვტიროდი კი ბატონო დარდობდი მაგრამ დღემდე ვარ გული მტკივა კი ბატონო 100% არის დარწმუნებული გული მტკივა მაგრამ ამაზე ცხოვრება არ ჩერდება თქვენ დავფიქრდებთ აბა მაგ იმ ხალხს რომლებიც თქვენთვის ძვირფასი იყო და რომელიც გარდაიცვალა მაგათ უნდათ რომ თქვენ ახლა ამაზე იდარდოთ იტიროთ და გადააკვდეთ პირიქით მაგათ უნდათ რომ თქვენ ცხოვრება გააგრძელოთ და გამოხვიდეთ კარგი ადამიანი მაგათ უნდა თქვენთვის წარმატება თქვენთვის მაგათ კი არ უნდა რომ თქვენ რასაკვირველია უნდა იდარდო რაღაცა ტკივილი კი აქვთ მაგრამ როდესაც შენ ტირი იმასაც გული ტკივა ზეცაში ის ხო განიცდის რომ აი როგორ ხა ნუ ტირის თანაც ვერ ვამშვიდებ რაღაცა და მართალი ბრძანდი აუ რა მაგარი რაღაც ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ უღრმესი მადლობა რომ ესეთი მაგარი ბიჭი ხარ და აი იმიტომაა შენთვის პატრიარქი თავარი და მაგარი რომ აი ესეთი ბიჭი ხარ და დიდი მადლობა რა ესეთი რო არ იყო შენთვის არც ეს მნიშვნელობანი ესეთი არ იქნებოდა რა და იმიტომაც ხარ დღეს ჩემ გადაცემაში მღვდლის გარდა არავინ არ უნახიათ რომ იცოდე და ესე ხარ სტუმრად ჩემთვის საპატიო სტუმრად თან ამ ძიმე პერიოდში იმიტომ რომ შენთან მეხმარები იმაში რომ აი ეს ტკივილი დავძლიო რაც მშობლის მართლა მშობელი მოკვდა ყველასი და გარდაიცვალა ზარი არის ეთერში თუ შეიძლება გისმენთ შევა დიახ აი ხახართ ეთერში დიახ მომისმინეთ ერთი მაგარი შეკითხვა გამარჯობა ჯერჯერობით დიახ ოღონდ არ გაცდე თემას გამარჯობა და ერთი მაგარი შეკითხვა ჯიგა დიახ მომისმინე ის აი შო დიახ არის მის გავიდ სამწუხაროდ არის მის ჩვენ და რა მაინტერესებდა იცი გეგა მოდი გავაგზავნოთ სამწუხაროდ არის მის იმედია კიდე იმას იზამს აქვია დარეკავს ეს კაი კაცი როგორ ჯიგარი კაცი ყველაზე სიყვარულები ესეა მეტი მართლა არაფერი არ დაგვრჩენია იმიტომ რომ მინდა რომ იცი რა არის რომ
მინდა რომ პატრიარქს რაღაცა სადაც შეგეძლება იქ მაინც რაღაცა გააკეთო ისე რომ პატრიარქს იმასქნა რაღაცნაირად პატრიარქის თუ აი ეგ არის მთავარი რომ აი ნახე ბევრი ადამიანი ვამბობთ რომ აი პატრიარქი მიყვარს რაღაცა მაგრამ საქციელში არ გვეტყობა ხო აი ეგ არის ცუდი რა არის ხალხი კი ხო და ეგ არის იძახიან ამას იმისთვის რომ უბრალოდ გამოჩნდნენ როგორც აი მე მჯერა ღმერთის და რაღაცა მაგრად გამოჩნდნენ ღმერთი ხედავს ყველაფერს შენ რომ ამას იძახი შენ თუ გონია რომ მოხდები ზეცაში და ყველაფერი კარგად იქნება შენ სულში და შენ გულში ღმერთი ყველაფერს ხედავს ზოგადად შენ შეიძლება მოატყო ადამიანში შეიძლება მოატყო თუნდაც ცხოველი ნებისმიერი ვინც შეიძლება მოატყოთ მაგრამ ღმერთი ხედავს ღმერთს ვერ მოატყო ღმერთისგან ვერ გაიქცევი ვერ გაიქცევი შანსი არის ეგ არის ზუსტად აი ფარისევლები ადამიანებს ატყუებდნენ მართლა წესებს ყველანაირად იცავდნენ მაგრამ ღმერთს ვერ ატყუებდნენ იყო ისიც როდესაც ეკლესია ძარცვავდა დავით აღმაშენებლის დროს ეკლესია ფულს იპარავდა ხალხისგან მაგრამ დავით აღმაშენებელმა წესები არ შემოიტანა ეკლესიის იქამდე ეკლესია ძარცვავდა ხალხს ხო და მე მოეწყო რუისულის დიახ არა ეს რაღაც პერიოდები იყო რომელიც ეკლესიურ ხალხს არ ეკუთვნოდა ეკლესია ესე თქვა ეკლესია კი არ ძარცვავდა არაეკლესიური ხალხი იყვნენ რომლებიც მართავდნენ ეკლესიას შემოპარულები რა ესე რო თქვა და ნუ ეს ხალხი იყო ზუსტადაც რომლებიც ვითომ იყვნენ მამაოები მაგრამ სინამდვილეში ღმერთის ამის უკან არიდგა ხო ეს ძალიან არეული იყო მაშინ მაგრამ მე ხო დაალაგდა რა დაალაგდა კი ღმერთმა გლობალო დაალაგდა ხო და ესეთი ის არის ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს ჩვენთან რაღაცნაირად იცი რა არის აი საქართველოში ეგ მომენტი არის ის რომ ადამიანი დაჭერილი არის იმით რომ ამ სიდუხჭირემ ამ იმ პრობლემებმა რაც პირადმა ხაფანგებმა რაშიც გაება ადამიანი რა ამ ქვეყნიურში უბრალოდ ღმერთი დაავიწყდა იქ სულიერება დაავიწყდა იქ რაღაცა იმიტომ რომ აი ალბათ ვერავის ვერ წარმოიდგინა ეხა პატრიარქისნაირი ადამიანი ყავდეს ესეთი ეკლესია ქონდეს და ვიღაცა განიკითხავდეს ვიღაცა აუცუც ამბობდეს ხო აი ხო ვერ წარმოგიდგენია აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა დიახ როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა მე ადამიანის კი არ წარმომიდგენია ისეთი რომელიც უციტყო და მე გავიგე ხა აი საერთოდ მკვდარ ადამიანზე მარტო კარგს იძახიან და ცუც არა მაგრამ მე გამიგია რამოდენიმეჯერ რომ გარდაცვალ ადამიანზე ცუდი ცუდ ქვამს რაღაცა მაგრამ პატრიარქზე რო იტყვი ცუდ რატო იძახი რა დაგიშავა ადამიანმა ასეთი ეს მაინტერესებს მე ვერ წარმოვიდგენდი აი მართლა კაცურ სიტყვას გეუბნებით გიდებთ აი აქ თავს გიდებთ მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ვიღაცა შეეძლო პატრიარქზე ესეთი რაღაც ეთქვა გავგიჟდი მე თვითონ დახე მე ის რომ ვიღაცა ლანძღავს გავგიჟდი გონზე ვერ მოვედი ყურადღების მიქცევა ხო რაღაც მე მეგონა ეხა აი რაც უნდა იყოს ადამიანი ჩვენ არ განვიკითხოთ კაი იყოს არა უშავს ღმერთმა დაულოცოს ღმერთმა გაუნათოს გზა ეს ხო არა აქვს მაგას რა არა აქვს იცი აქ შეგნება არა აქვს მაგდენი შეგნება არ აქვს წარმოგიდგენ ხა იქ ხო პატრიარქზე არ ვფიქრ ხა დღეს პატრიარქი ასოცირდება ჩვენ ყველასთან ჩემზეც ამბობ შენზეც იმაზე მაგას რო ადამიანი იტყვის და აუ რამდენს ალბათ ცხვენია რომ იმას ეწინააღმდეგებოდა რაც პატრიარქის მოქონდა აქამდე და თვითონ პატრიარქს ეწინა დღეს როგორი შერცხვენილები დაგტოვათ ყველა ხო ფაქტიურად ხო ეწინააღმდეგებოდა იმ ადამიანს რომელიც პირიქით ამას მაგის გულისთვის ლოცულობდა და გზას უკვალავდა იგივე რაც შენ ადამიანი რომელიც გზას გიკვალავს მაგას დანა რო დაარჭო ზურგში ხო არასწორი მოქცექციელი არის ხარ ასაკურველია პატრიარქი იყო ადამიანი რომელიც ჩვენ გულისთვის ლოცულობდა საბჭოლო უყარდა ყველაფერი გადადებული ქონდა ჩვენზე იყო ჩვენი სულიერად ჩვენკენ იყო და ჩვენზე ლოცულობდა ჩვენ კარგად რო ვიცხოვოთ და კარგად რო ქონდეს ყველაფერი და შენ ასეთ ადამიანზე ცუც სიტყვებს რო იძახი და რო ლანძღო როგორ შეიძლება ასეთი რამე ნახე რა დაწერეს 10 წუთი დაგვრჩა იცი გავიდა 1 საათი რა 10 წუთი დარჩა მთელი გადაცემიდან 40 წუთი არის გასული უკვე წარმოიდგინე აი ესე მალე გადის დრო ამიტომ უნდა ყველაფერი მოვასწროთ ის სიკეთეა ის ხო აი ესე გავიდა ჩვენ რო დავჯექით იმის მერე აი ესე გასული
წარმოიდგინე. მე კიდევ ამბობდი რომ მეთქი ისა რაღაცნაირად ძალიან თხოვე გეგას ახლა რომ მეთქი იქნებ რამენაირად მეთქი რომ იქნებ მოახერხოთ ხო და 1 საათიდან ბევრი იყო ახლა ძალიან სასულიერო პირებსაც უჭირთ ხოლმე აქ ჯდომა 1 საათი იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ხო ის რაღაცთან ამ ძიმე თემაზე სასაუბროთ რა და ბევრი ვერ მოვიდა წარმოიდგინე ბევრი იმიტომ რომ აი იმდენად უმძიმთ ამ თემებზე ლაპარაკი მაგრამ აი წარმოიდგინე იმდენად გავიდა აი როგორი მადლიანია პატრიარქიო როგორ გეხმარება რომ რაღაცნაირად გეგა ეხა პირველად არის ტელევიზიაში იმიტომ რომ რაღაცას ყოველთვის თავს იკავებდა ხოლმე და ნამდვილად აი რაღაცნაირად ისე მოხდა რომ 1 საათი ესე დაგვრთანხდა და ესე სხვადასხვა კაი მოსაუბრე ხარ და მე გირჩევდი რომ მსგავსი რაღაცები წაიყვანო მე ვიცი რომ შენი საკუთარი ის გაქვს სხვადასხვა შენ გეგმებზე მინდა რომ აუცილებლად კითხო და შენი საიტი რომ გამოვაცხადოთ რაღაც ვიცი რომ YouTube-ში რაღაცა გვერდი გაქვს ხო შენი გვერდი მაქვს მაგრამ ეს უფრო აი ამ გასართობი არხი მაქვს მე არ მაქვს ანუ კი აბა რელიგიური ხო არ გექნება სპეციალურად შექმენი ასეთი რამე სპეციალურად შექმენი არ მინდა რაღაც და რა ქვია შენ იმას რომ ბევრი ადამიანი გამოიწერს და კარგი იქნება ძალიან სიმართლე თუ გითხრათ იმ დონემდე დიდი ხანია უკვე ამ არხზე არ ვარ და არ ვიღებ არაფერს რომ დამავზე სახელი კარგია გულწრფელი YouTube-ში ვერ იპოვით მე ხარ სახე რომ გითხარ პირდაპირ ვერ იპოვით YouTube-ში იმიტომ რომ ხო თან ამდენი ის არის ინერვიული ამ დღეებში რაღაცა და ვერ გაიხსნებ არა უშავს სიმართლეს გეტყვით მართლა თქვენ თუ ხე გითხრათ სახე ვერ იპოვით YouTube-ში იმიტომ რომ რაღაც გარკვეული სახელი არის რომელიც ხო ვერ ციფრები იმ სახელს ციფრები არის ის არის ეს არის და ვერ ამოწერს ადამიანი ძალიან დიდი ვიზუალით არის ხანაირ. მოდი ერთ შენი ვიდეო გავუშვებ. ერთხელ მაინტერესებს ძალიან მაინტერესებს კი არ მინდა რომ სმენელს კიდევ ანახო უბრალოდ გეგას უბრალოდ რა ვიდეომ შემძრა ისე რომ აი ჩვენში აი რამხელა იმას იმაშვება იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმარი ის უყურებ ჩვენ გადაცემს მოგიკითხავთ აი დიდი სიყვარული და ეს ადამიანები ხო ვერ ნახავდნენ სამწუხაროდ ჩვენ და ინტერნეტში იმაში და აი აქედან რაღაცნაირად კიდე მინდა რომ განახოთ რომ ეს ადამიანი იცოდეს ყველა მუცხოვეთში უყურებს ძალიან მე მოყვები ამ ის ვიდეო დიახ ამ სიტუაცია აი ეს ვიდეო თუ შეგიძლია რომ გავუშვათ კიდევ ერთხელ თავში რომ გავუშვით თუ გახსოვთ გულიანას რომ მიყვარს ციფრი გულით მიყვარს ნეტა ცოცხალი იყოს ჩემთვის პატრიარქი იყო мама, ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველაფერი იყო პატრიარქი. ყველა ქრისტიანები რო არ და ღმერთის რო გჯერა და ასე რო წამს ღმერთის პატრიარქის დახმარებით არის ეს. ის რა კარგი ის არის, რა ქვია, თვითონ გამოსახულება და ის გააქვს შენის ის მოწოდება, რომელთაც შენ აუცილებლად უნდა გააკეთო, რაღაცა არხია, რაღაცა გააკეთე, სადაც შენ ხელებს მე დაგეხმარები კიდევ, რაღაცა ერთად შეიკრიბოთ, იმიტომ რომ მაყურებელმაც ხო დარეკა და თქვა, რომ აიო, კარგი იქნება თუ თავის სტოლებს შეკრიბავსო და გადაწყვიტეთ აი რაღაცა ისეთი, რომელშიც აუცილებლად მე ყოველთვის მოგიწვევთ ხო, ჩემ ეთერსა დაგითმობ და ძალიან გამიხარდება. დიახ, გინდათ? დიახ. მყავს ერთი ადამიანი, რომელიც სტიქაროსანიანი. ჩემ ხელა ბავშვი არის და სტიქაროსანია იმაში, რა ქვია და ეკლესიაში. აუცილებლად უნდა შეიკრიბოთ, ეს და უნდა გააკეთოთ. ჩვენ არ მეგობრობთ, ქონდა ძალიან ბევრი კონფლიქტები და ასე შემდეგ. მე და ეს ადამიანი არ ვართ მეგობრები სამწუხაროდ. არა, იქნებით რაღაც პრობლემები იყო კი ბატონო ყოველჯერზე რაღაცა და როდესაც გავიზარდ ბავშვობაში ქონდა ძალიან ბევრი პრობლემები და ძალიან ზარი არის, ზარი ბატონო პოდეში. ზარი შემოვიყვანოთ. გისმენთ? დიახ, ზარი შემოვიყვან და დიახ. მამა ჯეიმირაზის დედაა. ვაიმე, შემოგევლეთ თქვენ, შემოგევლეთ. როგორ ბრძანდებით? გიშამფრინდ სულ თქვენ და მთელ საქართველოს თქვენი საყვარელი პატრიარქის გარდაცვალებას. დიდი მადლობა რა. ძალიან მიხარია რომ გიყურეთ, აი ეს გადაცემებს რომ აკეთებ და აი ესეთი ახალგაზრდა ბავშვების შემდეგ საქართველოში წმენა არასოდეს არ გაქრება. მუდმივად იქნება ლოცვა კურთხება. თქვენი ხოცეწყობით რა თქმა უნდა. შემოგევლეთ თქვენ. ძალიან მიყვარს თქვენი ოჯახი, ძალიან მიყვარხართ თქვენ. დიდ პატივს გსცემთ იმ ჯერ მარტო იმისათვის თქვენ თვითონ რამდენად დიდი პიროვნება ბრძანდები და
აი ამ ადამიანის გაზდისათვის მამა თეიმურაზის ხო აქეთკენ რომელიც ჩემს გვერდით არის ზემოთ არის უყოველთვის და აი პატრიარქის გვერდით არის მისი ფოტო კიდე აქ ძალიან ბევრი ფოტოა მისი მაგრამ ერთ-ერთი ხა რომელიც ჩანს აი ბოლოს აქ იყო როგორ მახსოვს სანამ გარდაიცვლებოდა რამოდენიმე ხნით ადრე და ისე აი თან ტკივილი და რამხელა სიხარული იყო როგორი ისტორიული გადაცემა დატოვა მარტო ამიტომ ღირდა ვფიქრობ რომ მამა თეიმურასთან მაქვს 60 საათი ჩანაწერი წარმოიდგინეთ და დიახ და თქვენ შემოგევლოთ ჩემს ეხლა თქვენთან ეკრანზე დიახ ძალიან სიამოვნეს ძალიან მიყვარს არ შვილო მართლა უნიზეზოდ მიყვარს ყველა და შენ მithumetes შენმა კრემლებმა უკვე დაადუმა გააჩუმა მთელი საქართველო პატრიარქის შემდეგ აი მიყოლე შვილო ცხოვრება ყველა გასწავლეს სიყვარული ლოცვა მემა მეტი არაფერი არ გადაგვარჩეს აი თქვენ უნდა იბარგოთ ეხლა მომავალში თქვენმა ასაკის ბავშვებმა მიხარე და იბედნიერე შვილო მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ დედაფშიშობელმა დაგლოცოთ გიორგი მიხარხარ ნამდვილად უნიჭებო ჩემი ოქროები ხარ თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ რა მე მერგოთან აი ის რომ მამა თეიმურაზის ყოველი საღამო იქნება წლისთავი იქნება დაბადების დღე მე მიმყავს ხოლმე და ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი არსებობდა ჩემს სოცხეში და სულ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რაღაც გადაცემებს ხო აქვს ხოლმე რაღაცა თავის ის რომ რაღაცა ნეგატიურად რაღაცა მიდიხარ რომ დაიღალე რაღაცა მაგრამ ფიქრობ ხოლმე რომ აი მე რომ მარტო ეს ადამიანი გამოვიყვანი ტელევიზორში და ესე ხალხთან იყო ხო აი მარტო ამიტომ ღირდა ეს გადაცემები მამა თეიმურაზ ქორიძე რა ადამიანი რომელიც მართლა ეს დიდი სიწმინდე რომელიც დღეს ჩვენ პატრიარქთან ერთად ესე ერთად განისვენებენ და ზეციდან ესე გვიცავენ რა და 1000 კიდე მამა თეიმურაზთან ერთად მამა აკაკი მელიქიძე და ის ადამიანები ვინც აი უდიდესი ადამიანები რომლებიც ჩემთან იყვნენ და მთელი ისტორია შეიქმნა აქ ეთერების და მადლობა ამისათვის თქვენ ოჯახს რა თქმა უნდა მამა თეიმურაზის ძმას და ყველას მოგიკითხავთ აუცილებლად დიდი სიყვარული ძალიან მიყვარხართ ყველანი უღრმესი მადლობა რომ აი ესე დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და თუ თქვენი სურვილი იქნება ჩემთვის მამა თეიმურაზის გასახსენებლად ყოველთვის დიდი სიხარულით თელ ოჯახს მოგიწვევთ მე ისედაც უკეთებ ხოლმე ყოველთვის მამაოს გადაცემას მაგრამ თუ თქვენ მობრძანდებით აი შემდეგ დავკავშირდეთ აუცილებლად და დიდი სიხარულით მოგიწვევთ და თუ შეიძლება გეხვეწები ეს სიყვარულზე 1-2 სიტყვა გითხარი როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი 3 წუთი დარჩა და დავხო გადაცემა და შემდეგში კიდე რო გვეწოვი გითხარი როგორც რა შეგვიყვარდი აუცილებლად ხო სიყვარულის შესახებ ხო დიახ სიყვარული არ არის უბრალოდ სიტყვა მიყვარხარ შეიძლება უთხრა ნებისმიერ ადამიანს გამრულ შემიძლია უთხრა მიყვარხარ სიყვარული არის ის რითაც უნდა დაამტკიცო შენი საქმით რასაც აკეთებ იმ ადამიანისთვის რომელიც შენ მართლა გულწრფელად გიყვარს შენ თუ გიყვარს ეს ადამიანი შენ მაგისთვის გააკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ ის იყოს ბედნიერი თორე სიტყვით მიყვარხარ შეიძლება მართლა ნებისმიერს უთხრა სიყვარულს დამტკიცება ჭირდება და მთელი გულწრფელობა ჭირდება ამ სიყვარულს კი რამდენი იყო რომ ღმერთს პირდებოდა მიყვარხარო და მე ჯვარცმის დროს დატოვეს და მიატოვეს ხო რამდენიც გინდა ხო და ესეთი რაღაცა ესე ძალიან ადვილად შეიძლება სათქმელია მაგრამ ძნელად შესასვლელი ძიმე სიტყვაა თვითონ იმიტომ რომ მთელი ვალდებულებები და მოვალეობები მოყვება ამას ძალიან დიდი მადლობა რომ მე მინდა რომ შენ მშობელს აუცილებლად მამის აი ძალიან დიდი პატივისცემა და ხსოვნა იყოს და შენ მშობლებს მადლობა უთხრა შენ ბებიას ბიძას იმ ადამიანებს ვინც მიიღო შენს ირგვლივ მონაწილეობა იმაში რომ აი ესეთი ადამიანი ჩამოგაყალიბა აუცილებლად ყოველთვის მექნება თქვენთან კონტაქტი და ყოველთვის ვეცდები რომ ჩვენ ერთად რაღაცნაირად აი მე ვარ დღეს წამავალ თქვენ ხართ მომავალი და მინდა რომ აი შენზე და შენაირებზე დადგეს ის რასაც მე დღეს ვაკეთებ და მინდა ძალიან გამიხარდება თუ თქვენ გააგრძელებთ ამ ყველაფერს ხო აუცილებლად ეს შეფასება ჩვენ მოვდაგვიტოვო ახლა შენ შეიძლება ეგრე იფიქრო და შენ ეგრე უნდა იფიქრო მაგრამ ჩვენ რაღაცა სხვას თვლით და მადლობა ამისათვის რომ ესე ხო მნიშვნელოვანია ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის რასა მადლობა პირიქით ისე იმოქმედა ჩემზე რომ მე აი საერთოდ სულ გაურბივარ ხოლმე თან ისეთი ტკივილი იყო რას უნდა იმოქმედა ამაზე უფრო მეტად რაღაცნაირად და იმოქმედა ჩემზე ძალიან ამ ყველაფერს უღრმესი მადლობა შენ რო ხარ დიახ კი ბატონო უღრმესი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს რომლებიც აი
ძალიან თკბილ კომენტარებს წერდნენ. რო ვკითხულობდი, აი გული მithვებოდა ისეთი კომენტარები იყო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ რასაუბრ დიდი მადლობა იმსახურებ ნამდვილად იყავი 2 წამით დავართავოთ და დიახ ხვალ საღამოს დაგიმნებთ აუცილებლად 8 ნახევრისათვის გვექნება 2 საათიანი ეთერი და აუცილებლად ძალიან საინტერესო გადაცემები გვექნება კიდე დიდი მადლობა რომ ხარ ჩემო გეგა და ყველას აუცილებლად აი ის დღე გვახსოვდეს როცა ჩვენთვის სხვა უცხოარი იყო ყველას ქონდა ერთი გასაჭირი აი ეს ვარ მთელი საქართველოს როცა სხვისი გამეტების ან რაღაცა მდგომარეობა დადგება აი ეს ყოველთვის გავიხსენოთ ხოლმე. გვიყვარდეს ერთმანეთი აუცილებლად და ბედნიერებას გისურვებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ ამ ქვეყნად, რა ვიცი, ჩემთვის უძვირფასესები ხარ და მინდა აი რამდენი რაღაც გადავაფასე და რამდენი ვიღაცა ნახე ისეთი, რომელსაც შეიძლება არც მინდოდა რომ ენახა, მაგრამ ნახე და ჩემთვის საერთოდ იქ არ იყო არც ისა, იმიტომ რომ ჩვენ ჭირი გვაერთიანებდა და აი ეს ტკივილი და ჭირი რო გვაერთიანებს, ეგ არის ყველაზე მთავარი რა და ის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა. დროებით მე გახდით გიორგი დარასელია, გეგა გახდა ჩემი სტუმარი ნემსაძე, რომელიც რა ვიცი, ძალიან გაგვახარა მისი სტუმრობით. უღრმესი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ წარმატებები.